ოთარ რომანო ფარცხალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოქროს მოწმებად წოდებული ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეული სახის კონფლიქტზე და დაცვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული კონფლიქტის აბსურდულობაზე საუბრობს და უფრო მეტიც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენის მიცემასთან დაკავშირებით. ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს მათ საგამოძიებო ორგანოს და საგამოძიებო ორგანო იმის ნაცვლად, რომ არ კვევდეს ეს მართლა ხომ ასე არ არის, კბილებით იცავენ მიკულსკისა და ნარცისოვას მიერ მიცემული ჩვენებას, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბრალდება მიკერძოებულია და მათი მიზანი არ არის ობიექტურობის დადგენა. რატომ არის მაშინ უსოიანის თქვენთვის მოცემული ჩვენება სანდოდას არ წინო? თქვენ გახსოვთ არაერთი პატაკი არ ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან ფაქტიურად ეს საქმე არის განაწევრებული და თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისაც ცნობილია, რომ პატაკი, რომელიც თურმე საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა, ეს პატაკი ადასტურებს თურმე იმ გარემოებას, რომ ოთარ რომანო ფარცხალაძემ აიღო გული 5 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებისთვის ცნობილია. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პატაკის შემდგომში მოგვიანებით ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ შეიცვალა სხვა სამართლებრივი სხვა პატაკებით, ანუ ამ საქმეში პატაკები არის ძალიან ბევრი წარმოდგენილი. იმისათვის, რომ ნათელი იქნეს თქვენთვის, საზოგადოებისთვის, რომ პატაკი და პატაკზე წარმოდგენილი ინფორმაცია რამდენად აბსურდულია, სწორედ ამას ადასტურებს იგივე ირაკლი უსოიანის გამოკითხვა, რომელმაც თავის გამოკითხვის ოქმში აღნიშნული შეაფასა როგორც სრულ აბსურდად, რას იძლევა დაცვის მხარის მიერ მოძიებული მტკიცებულება. აღნიშნული ინფორმაცია იძლევა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რაზეც ბრალდების მხარე თავის ეგრეთ წოდებულ პატაკებში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმულირებით ცდილობს სასამართლო გარკვეულწილად ეჭვის ფორმატში დააჯეროს, რომ რაღაც გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია იყო ამ ადამიანებს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, არანაირი სახის ბიზნეს ინტერესები, არანაირი სახის ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის მიერ გარკვეულწილად მონაყოლის ზღაპარი, რომლის ფრთა შესხმასაც საგამოძიებო ორგანო ასე წარმატებით ცდილობს. ჩვენს მიერ გამოკითხვილი ყველა მოწმე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა და არანაირი სახის конфликти არ არსებობდა ამ ორ ადამიანს შორის. შესაბამისად, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდების მხარის ვერსია არის ანულირებული, დაცამტვერებული და მხოლოდ ბრალდების ამ ორ ოქროს მოწმეზე აწუხებ ბრალდებული სტატუსის დოშყო პირებზე აპელირება არის დარჩენილი და მე მჯერავს, შეიძლება ასე ვთქვათ, მჯერავს, რომ სასამართლო ყოველივე ინფორმაციას, რომელიც როგორც დაცვის მხარეს წარადგინა და თუნდაც ის, რაც ბრალდების მხარეს თავის დროზე წარადგინა 36 ტომი, იქნება ობიექტურად შეფასებული, რაც ერთადერთი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის წინაპირობა უნდა იყოს.